გამარჯობათ მეგობრებო. მიუხედავად ცივი ამინდისა და ქარისა, არ შემეძლო ეს ვიდეო არ ჩამეწერა. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ძალიან არაუბრალო, მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა ჩემს მებაღეობით ცხოვრებაში. მივიღე პირველი გირჩი ჩვენს სოჭზე. ეს არის კორეული სოჭი Silberlog. რაც ნიშნავს ვერცხლისფერ ხვეულს. ზოგადად კორეულ სოჭებს ახასიათებთ ის, რომ თუ ამოვაბრუნებთ მათ წიწვს, მეორე მხრიდან აქვს ვერცხლისფერი. მაგრამ Silberlog-ის დამახასიათებელი ის არის, ეს ვერცხლისფერი არ შეიმჩნევა, როცა გაშლილი არის კორეული სოჭი, მაგრამ ეს წიწვი, მაგრამ Silberlog-ს ახასიათებს ის, რომ ის აკეთებს ხვეულს. ესეთი და ზედა მხრიდანაც ეს ხვეულები ჩანს და აქედან ვიღებთ აი ამ ვერცხლისფერ ხვეულებს. ეს არის სულ ახალი დარგული სოჭი ჩვენთან, მაგრამ იმდენად ლამაზ ესეთი ჯანსაღი და კარგი ნერგი იყო, რომ მაშინვე მალევე დაიწყო მიხვდებოდი, რომ ძალიან მალევე შეეგუო გარემოს, არანაირი სტრესული ფაქტორები არ გამოვლინებია. მაქვს მეორე Silberlog-ის, რომელიც ძალიან დაისტრესა გადმორგვის დროს და ეხლა უბრალოდ აი ეს მტრიანები რო გამოვიდა, ის მიხარია. ეხლა რას აკეთებს ეს ნერგი? თავის ეს დავხედოთ. ანუ მასზე გამოვლინდება სამი სახის ნაზარდი. ერთი არის აი ესეთი წითელი, ძალიან ლამაზი, რაც კამერაზე ჩანს, ისე არის რეალობაშიც. ეს არის როგორც ვიცი მტრიანა. აი თავებზე აი ესენი არის ნაზარდები, კვირტები, საიდანაც უნდა გაიკეთოს ნაზარდები უფრო სწორად, ჯერ არ გაუკეთებია, არ გახსნილა. აი ეს ნაზარდები, თიმთამბითვე ვიეჭვე, რომ ეს უნდა ყოფილიყო გირჩი, მაგრამ ესე რეალობაში რომ ნახავ პატარა გირჩუნიას, რაღაცა უფრო შთამბეჭდავია. ჯერ მხოლოდ ერთს მოძრა ეს რაღაცა ჩაფხუტი რომ აქვთ თავზე დამცავი. აი ამასაც ძრება, აი ამათაც, აი რამდენი გირჩები გვექნება წელს. ამ პატარა გოგონასგან. მოკლედ, ამ ფორმით მოგვილოცა Silberlog-მა გაზაფხული.